ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. წელს პირველად პროფესიულ პროგრამაზე სწავლის საშუალება ეროვნული გამოცდების ფარგლებში დარეგისტრირებულ იმ აბიტურიენტებსაც ექნებათ, რომლებიც აკადემიურ პროგრამებთან ერთად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსაც აირჩევენ და შესაბამის საგანში მიღებული შეფასებით ჩაირიცხებიან. ასარჩევი პროფესიული პროგრამები კი მრავალფეროვანი იქნება. გამოცხადებული ადგილების რაოდენობა 10,000-ს გადააჭარბებს. გარდა აბიტურიენტებისთვის შეთავაზებული პროგრამებისა, პროფესიულ პროგრამებზე მიღება წელს ტრადიციულად გამოცხადდება ორჯერ გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში აბიტურიენტებს წელს პირველად მიეცემათ ეს შესაძლებლობა, რომ აირჩიონ როგორც და დარეგისტრირდნენ როგორც უმაღლესი განათლების პროგრამებზე, ასევე შემოხაზონ და დარეგისტრირდნენ პროფესიული განათლების პროგრამებზე. ეს იქნება მეოთხე და მეხუთე დონის პროგრამები. ეს ინიციატივა შეუწყობს ხელს პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობას და მის მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად გაზრდის ჩვენს ქვეყანაში.